რაბეშვილი პრინციპში და ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მაგ დისკურსის მთლიანად საწინააღმდეგოა, იმიტომ რომ ისინი ინსპირირებულები არიან 90-იანების ლიბერალური დემოკრატიის кейსით. ტრამპმა რა გააკეთა? მე ვიტყოდი, რომ ტრამპის ინაუგურაცია და ის ტრამპის დოქტრინა ეხლა რასაც გვთავაზობს, არა თუ დისკურსის, არამედ ეპისტემის ცვლილებაა, ძალიან დიდი გრანდ ნარატივის ცვლილება არის, რომ ეს მართლა ეგრეა, რა ჩვეულებრივ. რეალურად მიწისძვრა. ხო, თან თქვა, რომ მე ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა წესს გავაუქმებ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვახსოვს, აი პირველი დღეები არის, რითიც გამოხატავს შენ თავს. ბაიდენის ერთ-ერთი პირველი კაბინეტი როცა შეიკრიბა, პირველი კანონი იყო, რომ საჯარო სკოლებში საერთო ტუალეტების იდეა და პლუს ამას ვისაც რა გენდერად წარმოუდგენია თავი, იმ სპორტულ გუნდში შეუძლია ჩაირიცხოს. ჯარში ტრანსგენდერები. ხო, პირველი თქვათ კანონი და რაღაცა ცვლილება ბაიდენის იყო ეს. ტრამპი ამას აუქმებს, ამას დამატებული დღეს ამას დამატებული ის რაც 10 წლის წინ ითვლებოდა ფაშიზმად, ეს ანტისაიმიგრაციო რიტორიკა, far right-ი, რაღაცა ეს კონსერვატიული დისკურსი ევროპაში, რასაც AfD, ეს ლეპენი ესენი აკეთებენ, ხო? იტალიაში. ხო, იტალიაში. ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, ამის ამბობს, რომ ეხა არის მეინსტრიმი ეს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, TikTok-ის მომენტი,